გუშინ ქართულმა ოცნებამ ახალი კანონების სრული სპექტრი დაანონსა, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთხელ ცხადყო მმართველი პარტიის სურვილი ქვეყანაში შეზღუდოს და შეავიწროს კრიტიკული მედიის არსებობა. გუშინ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი ძალა უკვე დღეიდან დაიწყებს კანონის შემუშავებას, რომლითაც მედია საშუალებების საქმიანობა შეიზღუდება და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები განისაზღვრება. როგორც მდინარაძე განმარტავს, კანონით უნდა დადგინდეს მედიის ობიექტურობა, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, ამასთან განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის ინსტიტუციური მექანიზმები. რეპრესიული კანონების ნაწილია მედია საშუალებების დაფინანსების შეზღუდვაც, ასევე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით იზღუდება მედია საშუალებების უცხოური წყაროდან დაფინანსება. მედიის გარდა გამკაცრდება ანტინარკოტიკული და მიგრაციული კანონმდებლობა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება. დაინიცირდება ამერიკული ფარას ანალოგიური კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო სექტორს დაარეგულირებს. ცვლილებების შევა გრანტების შესახებ კანონში, ხოლო სიპების ხელმძღვანელების დანიშვნები გამარტივდება. მოკლედ, დინარაძე ამბობს, რომ ჩამოთვლილი რიგი ცვლილებების მიზანი არის ის, რომ ქვეყანა ბოლომდე დავუბრუნოთ და ვერავინ შეძლოს არარსებული პრობლემებითა და გამოგონილი ბრალდებებით ჩვენი სამშობლო ამყოფოს მუდმივი ჯანჯღარის რეჟიმში. რაზე მიუთითებს მმართველი პარტიის მიერ დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვები, რა ვითარებაში ჩააყენებს მედიას. მედიის კანონი თემაზე საუბარს ნათია კუპრაშვილთან, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის თავმჯდომარესთან ერთად ვაგრძელებთ. ნათია, მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში. მადლობა მოწვევისთვის. სტუმრობისთვის. იქამდე სანამ უშუალოდ მედიის კანონს შევაფასებდეთ და მედიაზე გავლენებს, რაც შეიძლება იგრძნოს, ან უკვე იგრძნო მედია, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მინდა ზოგადად ეს ქმედებები შევაფასოთ მმართველი პარტიის, რომელიც მუდმივად რეჟიმში ახალი კანონები დააინიციროს. პრინციპში მიმართული იყოს რეპრესიული კანონპროექტების შედგენისკენ. ესე იგი, მართალი გითხრა, ცოტათი გამეხარდა, რომ მართლაც არ ჩერდება ბოღმის მდინარე, მდინარაძიდან გამომდინარე, ცოტა სხვაგვარად ამბობენ სხვები, მაგრამ მოდი ჩვენ ასე ვთქვათ. იმიტომ რომ მისი ამ გუშინდელი ინიციატივებით უფრო ნათელი გახდა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მანამდე რაღაცნაირად ახერხებდნენ, რომ სურათი გაეძღაბნათ, რომ ხდება ცენზურის ვერიჯერებდნენ. ეხლა განსახილველიც აღარაფერია დიდად, იმიტომ რომ ძალიან კონკრეტულად არის ნათქვამი, რას აპირებენ და აპირებენ იმას, რომ არსად ადამიანს არ შეეძლოს აზრის გამოთქმა. ეს კანონები არ არის მედიის შესახებ, უკვე მედიის შესახებ კანონები მიღებულია და მათ ეცადნენ, რომ გაეჩერებინათ, თქვათ, მათი აგენტებად გამოცხადებით, დაჭერით, ისე როგორც არის ახლა დაჭერილი მზია, მათი დევნით, მათი ოჯახის წევრთან დარეკვით, ყველა ოჯახებში ხდებოდა ეს ამბავი. ამან არ იმუშავა, ეხლა მედიაზე აღარ არის ეს კანონი. ეს კანონი არის იმაზე, რომ ადამიანებმა ვერსად აზრი ვერ გამოხატონ. ძალიან ისეთი საყვარელი ცვლილება, რომელსაც ეხლა ამ დღეებში იღებენ, ის მანამდე მოახდინეს, როცა სამი ადამიანი ვერ შეიკრიბება, სპონტანური შეკრებები აკრძალული, თუ კი მერი არ გაძლევს ამის უფლებას. აი წარმოიდგინეთ, მე ქუთაისიდან ვარ და რა ვიცი, ძალიან ხშირად ვიკრიბებოდი თეზოში, ახლა ბაღის კიდე ბევრს სმენია, აღარც ბაღის კიდეა რომ ნახოთ, იმიტომ რომ წაშლილია ყველაფერი, მერი არ აყავს ქალაქს და ვერაფერს ვერ აკეთებენ, მაგრამ იქაც კი ვერ შეიკრიბები, ამ არარსებულმა მერმა რომ არ მოგცეს ნებართვა სპონტანური შეკრების შესახებ. ახლა აღარ ვიცი თქვათ ქორწილები როგორ ჩავრის ამ ქვეყანაში და ეს ყველაფერი თან სასაცილოდაც ჩანს, მაგრამ ამავდროულად აი ესეთი როგორ წარმოუდგენელი ამბები მართება და გვიანონსებენ წინასწარ როგორი წესრიგი უნდა შექმნან ამ ქვეყანაში, ეს არ არის თქვათ წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ჩვენ ხო ხა გვიკვირს რომ რა ხდებოდა საბჭოთა წლებში, რა ხდებოდა ტოტალიტარიზმის დროს, რა ხდებოდა 27 წელს, ვახსენებთ ხშირად ამ წელს და ვერ წარმოგვიდგენია რომ ესეთი რამე როგორ შეიძლება საზოგადოებას დამართნოდა. მაგრამ თუ დავაკვირდებით ვის მოვთხოვეთ პასუხები ამაზე. ფაქტობრივად შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, რომ ადამიანები, რომლებიც კომუნიზმის დროს იკვებებოდნენ ამ ტოტალიტარიზმით, შედგნენ როგორც ესეთი ძლევამოსილი პირები, მათი შთამომავლები ახლა იგივეს გვიკეთებენ. მართალი გითხრათ, პირდაპირ ხაზია თუ ნახავთ თითოეულს თუ გაყვებით, მართლა ესე ყველა პარტიული ფუნქციონერის შვილები ახლა გვიპყარებენ, ხელახლა რევანშს გვიკეთებენ, იმიტომ რომ დემოკრატია ვერ აიტანეს და ვერ გაიმეტეს, თქვათ, თავისი თავი და თავისი ცხოვრება სხვების თავისუფლების პირობებში ცხოვრებისთვის და ეს რაღაცა გენეტიკურად მოდგამთ ჩემი აზრით და ეს ამასაც უყურებთ ჩვენ ამ წლებში. თუმცა ასევე ეს პერიოდები გვიჩვენებს იმას, რომ საშიში არაფერია, პირიქით ხანდახან
საინტერესოც კი არის ასეთი ეპოქაში ცხოვრება, იმიტომ რომ მართალი გითხრათ, ახლა ყოველთვის ვამბობთ, რომ ისტორია დაიწერება და ვიღაცებს თავის სახელი დაერქმევა, მაგრამ მაინც ესე იქნება, კი, ესე იქნება, ვიღაცებს აუცილებლად დაერქმევა თავის სახელი და ამ ადამიანს, ახლა ვინც ამას აანონსებს, არ ექნება კარგი სახელი ისტორიაში. საერთოდ თუ მოიხსენიეს, ესეც მე მგონი წვალობს ამისთვის, მაგრამ მაინც ხო. ნაცე თქვენ ახსენეთ რომ ეს კანონები იდეაში არ არის მედიის შეზღუდვისკენ, იმიტომ რომ მედიას უკვე დაუწესეს ის რიგი შეზღუდვები, რაც უნდა დაწესებულიყო მათი აზრით. აქედან გამომდინარე, რა გავლენები მოახდინა მიმდინარე პროცესებმა მედიის საქმიანობის ჭრილში, თქვენ შეფასება როგორია ამასთან დაკავშირებით და ასევე მინდა შევაფასოთ მედიის კანონი, რომელიც ასევე გუშინ დაინიცირა მამუკა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ ძალიან სწრაფად შეიმუშავებენ და უკვე დღეს უკვე უნდა დაიწყონ ამის შემუშავება, გულისხმობ მონიტორინგს და თვითონ ცდილობენ, რომ უფრო გამახვილონ ყურადღება მატერიალურ მხარეზე და ამბობენ, რომ აი ჩვენ გვკრძალავთ მედიაში გარედან დაფინანსებას გარდა კომერციული შემოსავლის და ამასაც იმიტომ აკეთებენ, რომ მათი პროსამთავრობო არხები და მაგალითად ისეთი პროკრემლისტური არხები ნამდვილად იღებენ გარედან თანხებს და ამას კომერციულ შემოსავალს არქმევენ და არ არის დიდად ეხა გამჭვირვალე ჩვენთვის, მაგალითად წარმოუდგენელია ხოლმე, რომ მაგალითად ვიღაცის მამიდებს როგორ აღმოაჩნდებათ კვარტალში 9 მილიონი. ეს გამჭვირვალეა, მანამდეც მოქმედებდა მაუწყებლობის შესახებ კანონი და მათ შორის BMG ეგრეთ წოდებული აგენტების რუსული კანონის გარეშეც ადეკლარირებდა თავის შემოსავალს, ისე როგორც ყველა მაუწყებელი და აქედან შეგვიძლია ეს დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ხედავთ უცხო წყაროებს, არაერთ უცხო ქვეყანას ჩამოთვლილია ყველა, მათ შორის ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე, თუმცა ძალიან უცნაურია მათ წარმავალობა. აი ამ კომერციულ ნაწილს არ ეხებიან და მუდმივად ცდილობენ ყურადღება გაამახვილონ საგრანტო მხარდაჭერაზე, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საგრანტო მხარდაჭერა ადგილობრივ მედიაში, მე რეგიონულ მედიასთან ვარ დაკავშირებული, 24 მაუწყებლიდან ბოლოს ჰქონდა 2-ს მხოლოდ გრანტი, მეც არ ჰქონდა. და ისიც რომ გითხრათ, რომ ეხლა მის გარეშე არ იმუშავებს ეს არხები, ესე არ არის, იმიტომ რომ ეს არხები იქმნებოდა საბჭოთა კავშირის დროს იმისთვის, რომ დამოუკიდებლობის შესახებ, როგორ იბრძოდა დამოუკიდებლობის საქართველო, მოეყოლა აუდიტორიისთვის. და ესენი არიან ადამიანები, ვინც ახლა დასაქმებული არიან ჟურნალისტიკაში, ხო ვერ წარმოუდგენიათ, ახლა ვლაპარაკობთ ამის შესახებ, რომ ჟურნალისტიკაში დასაქმებული ადამიანებისთვის თავარი არის მატერიალური მხარე. საერთოდ არ არის მთავარი. მათი დიდი ნაწილი ენთუზიაზმით მუშაობს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ხელფასებიც კი რომელიც არის ამ დარგში უმეტესი ადამიანისთვის დანიშნული, ეს მინიმალურ პენსიაზე დაბალი ხელფასებიც კი შეიძლება იყოს, ახლა რო წარმოიდგინოს მე რა ხდება ამ დარგში. ერთადერთი რაც მედიებს სჭირდებათ, ეს არის ის, რომ როცა უხმობს ადამიანი საშუალად, ქონდეს საშუალება გადაადგილდეს და მივიდეს იმ ადამიანამდე. და აი ამის გამოცვლასაც ცდილობენ, ახლა მარტო ესეთი ტიპის მხარდაჭერებს იღებდნენ მედიები, რომ მაგალითად საწვავის ხარჯი ქონოდათ და გადაადგილების საშუალება და ელექტროენერგიის გადასახადი გადაეხადათ. მაგრამ ყველა ტიპის საზოგადოებაში, როცა ადამიანს უნდა, რომ სიმართლე ილაპარაკოს, ეს სიმართლე პოულობს თავის გზას და ეს არის მთავარი, თქვათ, დიდი პრობლემა ახლა ქართული ოცნებისთვის და ამიტომ მარტო ერთ კანონს კი არ აინიცირებს, არამედ ძალიან ბევრი მიმართულებით უტევს ახლა უბრალოდ აზრის გამოხატვას. აი რაც გითხარით, რომ სამი ადამიანი ვერ შეიკრიბება და მეცაც გეტყვით, ისეთი კანონები შემოაქვთ, რომ შეიძლება სამი ადამიანი არც შეიკრიბოს, მაგრამ არსებობდეს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ შეიკრიბა ეს სამი ადამიანი, ნებარ თუ არ ქონიათ და კიდე რაღაც თემებზე იქ ილაპარაკეს. და ისეთი ინიციატივები აქვთ, რომ აუცილებლად სისხლის სამართლებრივად, ისევე როგორც საერთოდ არ ხდება სისხლის სამართლებრივი დანაშაულების ჩადენა და მაინც იჭერენ ადამიანებს სისხლის სამართლით, აი ესეთი ტიპის მიდგომები ექნებათ ადამიანების მიმართ, რომლებიც უბრალოდ გამოხატავენ აზრს და აზრის გამოხატვა არ არის აუცილებელი, ხა ამბობენ, რომ მე აპოლიტიკური ვარ, არ მინდა ხა არ ვერევი ამ პოლიტიკაში და ამ დროს ბევრი ვინმე არ ერეოდა პოლიტიკაში, მაგრამ იმდენმა პრობლემამ იჩინა თავი უკვე ამ პერიოდში. დაწყებული ადამიანის მსხვერპლამდე მისული. ჩვენ მაგალითად 4 დღე ვერ გავიგეთ ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვის 16 წლის ბავშვის დაღუპვის შესახებ აგერ რიყეზე. 4 დღე დააგვიანა მედიამ, იმიტომ რომ ძალიან ცუდ ვითარებაშია მედია, მას უწევს საკუთარი გადარჩენისთვის ბრძოლა და ამ ფონზე დაიმალა ინფორმაცია, ისე როგორც იმალება ინფორმაცია, ან როგორი ტიპის კანონები და წესრიგი შექმნეს, რომ ყველაფერი დეკლარაციებია დამალული, არაფერს არ გეუბნებიან, ინფორმაციას არ
გაწვდიან და ესეთი ტიპის ტრაგედიაც კი შეუძლიათ რომ რამდენიმე დღის განმავლობაში დამალონ და პირველი ინფორმაცია ოფიციალური რაც გავრცელონ იყოს თავის მართლების. ასეთი ტიპის საზოგადოებას, ასეთი ტიპის წესრიგის ჩამოყალიბებას ცდილობენ და ამას აკეთებენ ესეთი წარმოუდგენელი ინიციატივებისთვის, რომ შენ დაგასაქმონ, ეხლა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, იცით, ასე გონიათ მათ. იმიტომ რომ აქამდე ამას შვებოდით და არ იყო მთლადწარი. ესენი შექმნიან რაღაცა ამსრულებელ კანონებს, ჩვენ მერე ვზივართ და ვამტკიცებთ, რომ ეს არის ძალიან ბოროტი კანონი. მე ვფიქრობ, რომ უკვე საზოგადოებისთვის საკმარისად არის გადაცემული ინფორმაცია, მიხვდნენ, რომ ბოროტი კანონების არც ერთი კანონი, რომელიც ქართულმა უცნებამ 2024-ში შექმნა და ქმნის 2025 წელს, კეთილი კანონი არ არის. ანუ არ არის დადებითი კანონი. ყველა არის რეპრესიული. ესეც მაინც ხო უნდა გიჩვენებდეს, რომ აი საიდან მოაქვთ ეს ჯარიმები, გეკითხებით, რომელსაც კანონში წერენ 5,000, 10,000, მათთვის ეს თანხები არაფერს არ წარმოადგენს და იმიტომ. და იციან, რომ ბევრ ამის წარმოადგენს, ანუ შეუძლებელია მათი გადახდა რიგითი ადამიანისთვის, რომელსაც ახლა ედავებიან სადღაც ახლა გზები იკეტება ხოლმე, იმას რა ქვია, შავპარესკებს მაგალითად იკეტება ხოლმე, კარფურთან ვერ მიხვალ ფიზიკურად. მაშინ არ არის პრობლემა და პრობლემა არის, როცა აზრის გამოხატვა უნდა ადამიანს, მაშინ არის პრობლემა სისხლის სამართლებრივი და მე რომ გამოუშვებენ ადმინისტრაციულ დაკავებულ სისხლით აბრუნებენ, მე ვეღარ ხვდებიან როგორ გააფორმო, იმიტომ რომ კანონი ახალი მიღებულია მოქმედებაში არ იყო, მე ისევ ახლა ადამიანებს ათავისუფლებენ იმისთვის, რომ ხელახლა დაიჭირონ. როგორც მზიას შემთხვევაში იყო. აი ესეთი ტიპის რეჟიმს და რაღა უნდა ავუხსნა ჩვენ საზოგადოებას. აი რა უნდა ქნას საზოგადოებამ, რა დაგვრჩება. მე არ მგონია რომ ვინმე დარჩენილია ამ ქვეყანაში, რომლის ოჯახშიც უკვე რომლის ახლობელს არ შეეხო. უშუალოდ არ შეეხო. აი ხო შეეხოთ უკვე, ხომ ხვდები რანაირად უნდა მოგწონდეს. ისეთი თქვათ ტრადიციებით მორალით გაზრდილ საზოგადოებაში როგორ უნდა ამართლებდა რომ ლოყაში გარტყმის გამო კაც თურმე ეტკინა უბედურ დღეშია ქალების ნარატივში ვართ უბედურ დღეშია გამწარდა გაწამდა ეს ადამიანი და ამის გამო ეხლა 26 დღეა შიმშილობს ადამიანი რომელსაც აი წამების ტოლფასია როცა ადამიანის პრინციპული გადაწყვეტილება აი ძალიან არ მინდა რომ შიმშილობდეს მზია, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილება. საერთოდ არ მინდა ამ შიმშილობის რომანტიზება, ამიტომ მზია ყოველთვის სხვას მოუწოდებს, რომ ნუ იშიმშილებთ ჩემს გამო. მას იცის რას აკეთებს და ეს ერთადერთი იარაღი დარჩა შიგნით რომ პროტესტი გამოეხატა და მიმართა ამას, გასაგებია, მაგრამ ასეთ ადამიანს გადაყავთ კლინიკაში და უდებენ საჭმელს, ეს ხო ჩვეულებრივი წამების ფორმა. და ამას ყველაფერს საზოგადოება ეგუება, ამას ეგუება რელიგია, რომელსაც ასევე ვეკუთვნი მართლმადიდებლური ეკლესია ეგუება აი ლოყის მიშვერის პოსტულატზე მდგარი ეკლესია ეგუება და აი საერთოდ არ რეაგირებს ამ ქალის ტანჯვაზე არ რეაგირებს არაფერს ალაპარაკ იშვიათი სასულიერო პირები ხვდებიან რომლებიც ხმას იღებენ ამას სასულიერო პირები არ გამოსულან არსად სადაც იყო დაპირისპირება არ დახმარებიან არავის რა ტიპის რა ქვეყანაა ეს რას დაამსგავსეთ საერთოდ ეს ქვეყანა და საქართველო რა ტიპის ანუ მშვიდობაზე ტრადიციებზე საუბრობენ აი წარმოუდგენელი ამბავია ეხლა რადგან ჟურნალისტები ვართ ქართულ ციხეში შიმშილობის გამო სიცოცხლის საფრთხე ემუქრება მათ შორის აზერბაიჯანელ ჟურნალისტს რომელიც 40 დღეზე მეტია უკვე შიმშილობს და იმდენი თქვათ იმდენი იმხელა რომ შეხედო ადამიანი როგორი შევიდა და როგორია ეხლა მიხვდები რას აკეთებს სისტემა წარმოუდგენელი ამბავია და ვინ აკეთებს ამას რომელი ქვეყანა სტუმარ მასპინძლის ქვეყანა ხო საერთოდ რომ დამნაშავე იყოს ესე უნდა ექცეოდა ადამიანს რომელმაც თავი შეგაფარა ესე უნდა ექცეოდა და სტუმარ მასპინძლობის ტრადიციებზე თან უნდა გვესაუბრებოდა და გველაპარაკებოდა ყველაფერს თვითონ ყველაფერს რასაც ესე დეკლარირებდნენ ამბობდნენ რომ აი ჩვენ ვართ ჰუმანიზმზე დამყარებული პოლიტიკური ძალა ამას ხოებუნებოდნენ თავის ამომრჩევს რომ ჩვენთვის უპირატესი არის ადამიანი საერთოდ გააქრეს ადამიანი აი თითოეული კანონში და ინიციატივაში რომელიც გუშინ აღმოხდა მდინარაძეს გააქრეს ადამიანი იმიტომ რომ მასში უკვე თვითონაც მასში არის გამქრალი ადამიანი აი ძალიან მძიმეა არ ვიცი ხშირად ვფიქრობ ხოლმე რა ხდება ამ ხალხის ოჯახებში აი იმ ქალებთან რა ხდება რომლებიც ოჯახებში ჰყავთ და აი როგორ უყვებიან ამის თაობაზე რანაირად ისხლეტენ ამ ინფორმაციებს რაც სხვების ოჯახებში ხდება ეს როგორ ხდებოდა აი ბევრი ფილმია გადაღებული ამაზე მაგრამ ეხლა ამ ფილმებს რომის გაცხადებულად უყურებთ ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს ცხოვრებაში
ნაცია თუ რეალობა არ შეიძლება მათ შორის ის კანონები რაც დაინიცირდა სამომავლოდაც გაგრძელდება ეს ხომ არ არის მხოლოდ ერთი ნაწილი ეს არის განგრძობითი პროცესი რა რეალობის წინაშე დავდგებით თქვენ ასევე საუბრობდით საზოგადოების ასე ვთქვათ როლზეც რომ საჭიროა რომ უფრო მეტად რაღა უნდა მოხდეს რომ უფრო მეტად გაგვიჩნდეს პროცესი ქართული ოცნების ვთქვათ მიზნები არის გაცხადებული და მათი სტრატეგიაც არის გაცხადებული მათ უნდათ დემოკრატიის მოშლა ამ ქვეყანაში რომ დემოკრატია არ გქონდეს აქ დავები გვაქვს იმაზე თქვათ რა ტიპის სისტემას აყალიბებენ არის ეს დიქტატურა ტოტალიტარიზმი ავტორიტარიზმი მე ყოველთვის უფრო ტერმინ მონიზმს ვიყენებ იმიტომ რომ ძალიან ზუსტად გამოხატავს მათ შორის დემოკრატიის არარსებობას და მონისტური სისტემების შექმნას მაგრამ ახლა თეორიებს რომ თავი დავანებოთ პირველი რაზეც შეიძლება შევთანხმდეთ და რაც ჩანს არის ის რომ დემოკრატიას აუქმებენ ამ ქვეყანაში და ამას ჭირდება თავისი ატრიბუტები ეს ატრიბუტები არის ძალიან მძიმე ატრიბუტები ეს არის ერთის მხრივ საკანონმდებლო ბაზა, რომელსაც ქმნიან. ეს არის რეპრესიები, რომელსაც აკეთებენ, ოღონდ ამავდროულად ეს არის რეპრესიების მსხვერპლი. ოღონდ როცა ლაპარაკობთ მსხვერპლში არ იგულისხმება მხოლოდ დაპატიმრებული ადამიანები, დაპატიმრებული ყავთ შეიძლება არ ყოფნიდეთ და მეტი დასჭირდეთ. მე ამას ველოდები რომ შეიძლება იყოს მეტი დაპატიმრება. მათ ჭირდებათ მოკლული ადამიანი. აი როგორც ვანო მერაბიშვილი თავის დროზე ითხოვდა 2 გვამს ისე სჭირდებათ მათ გვამი სამწუხაროდ. მსხვერპლი. მათ ჭირდებათ მსხვერპლი და ძალიან ცუდ თამაშს თამაშობენ იმისთვის რომ საბოლოო ჯამში საზოგადოებას დაანახონ რომ არა ხარ დაცული აუცილებლად ძალიან მკაცრად დაისჯები იქნება ნულოვანი ტოლერანტობა შენს მიმართ და ამიტომ ხმა არ უნდა ამოიღო ისინი ამ ტიპის ამიტომ თამაშობენ ისეთ საშინელ თამაშებს როგორცაც თამაშობენ ხანდახან თავს ვიიმედებ იმიტომ რომ ვუყურებ ხოლმე და ვაკვირდები ესე იგი რანაირად ცემდნენ და აწამებდნენ ადამიანებს ამ დაკავებების დროს დაკავების შემდეგ რას უშვებოდნენ და მეჩვენება რომ მათ აქვს წვრთნა გავლილი როგორ აწამონ ისე რომ არ მოკლან ამას აკეთებდნენ და იქნება ამთლად არ უნდათ ვინმე სიკვდილი თქვა ესე თავს ვიიმედებ მაგრამ მეორეს მხრივ უკვე ვეღარც ვიიმედებ იმიტომ რომ უყურებ მზიას რას უშვებიან და მიუხედავად იმისა რომ აბსოლუტურად უკანონოდ არის ის მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაული თუ კი რამეზე შეიძლება ვინმე იდაოს არ მხოლოდ ადმინისტრაციული ნაწილი და ამაზე არ არის არც ერთ შემთხვევაში პატიმრობა და ასეთ ადამიანს რომელსაც აქვს უდიდესი დამსახურება საქართველოს საზოგადოების წინაშე იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობით აჭარის რეგიონში და მთლიან საქართველოში ის არის საქართველოს ჟურნალისტიკის ისტორიის ნაწილი არის პირველი ესეთი დამოუკიდებელი ონლაინური გამოცემის შემქმნელი ნეტგაზეთის სახით პირველად როცა გამოჩნდა ნეტგაზეთი რა ვიცი მართლა გვიწერია უკვე ეს ისტორიაში და აი ისტორიულ ადამიანს იმეტებენ სიკვდილის და ირონიულ განცხადებებსაც კი ამას აკეთებენ ეს არის მათ რაც სურთ მაგრამ მათ ასევე აქვთ გათვლილი ჩვენ როგორ ვირეაგირებთ ამაზე მათ ახლა სწორედ ეგ უნდათ რომ უნდა დავსხდეთ კანონებზე ვილაპარაკოთ რაღაცები ვამტკიცოთ და არ ვაკეთოთ ჩვენი საქმეები და ჩვენი საქმეები ამ შემთხვევაში არის ბრძოლა საქართველოში დემოკრატიის გადარჩენისთვის თითოეულ ადამიანს შეუძლია ეს გააკეთოს თითოეულ ადამიანს სადაც არ უნდა იყოს ის შეუძლია გადაარჩინოს თავისუფლება მის ირგვლივ გადაარჩინოს სხვა ადამიანი. არაფერი ჩვენ არ მოგვეთხოვება გარდა იმისა, რომ ადამიანებად დავრჩეთ. და ვიყოთ ჰუმანურები. ეს მოეთხოვა პირველ რიგში საზოგადოებას. ყველაზე მეტად რაც გადაარჩენს დემოკრატიასაც და ქვეყანასაც არის სიყვარული და ამ სიყვარულის მოკლა უნდათ ერთმანეთს აზიზღებენ ხალხს. აი თავიდან ბოლომდე იმაზე მუშაობენ, როგორ შეაზიზღონ ადამიანებს ერთმანეთი. და ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სიყვარული და გავაძლიეროთ საქმე, რომელსაც ამ სიყვარულით გავაკეთებთ. ეს არის ერთადერთი პასუხი, რაც შეიძლება გვქონდეს. მადლობა ძალიან დიდი ნათია გადაცემაში სტუმრობისთვის და ყოველთვის საინტერესო ინტერვიუსთვის. მადლობა. წარმატებები ნათია კუპრაშვილი, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი.